გურიის რეგიონში ახალი მავნებლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლითი სამუშაოები დაიწყო. ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებენ. ახალი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. შეწამლითი სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს. ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ. შეწამვლის ღონისძიებების არეალი მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის მხარდაჭერით ჩაატარა. შარჟა მაგალითად თხილი გაფუჭდა მთლიანად თითქმის 80% დამბალი იყო. და ეს ძალიან კარგ რამეს აკეთებენ რომ მიწამლება და ალბათ წელს აი შედეგი იქნება და კარგი იქნება ალბათ. და დიდი მადლობელი ვიქნებით რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროგრამის განხორციელებას, რამეთო ეს ღონისძიებები მიმართულია ძირითადად თხილის კულტურის და მოსავლის გადასარჩენად. შესაბამისად ჩატარდება სრული კომპლექსი ღონისძიებებისა, როგორც გურიაში, ასევე სამეგრელოში, ასევე აჭარაში, ასევე იმერეთში, ანუ იქ, სადაც მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდება აზიური ფაროსანი. სურსათის ეროვნულობის სააგენტოს ხელმძღვანელობა ჩამოსულია გურიაში, სამივე მუნიციპალიტეტი და ქალაქ ოზურგეთი მზადყოფნაშია, ჩამოსულია ყველა საჭირო აპარატურა და მასალები. დღეს დავიწყეთ სოფელ ბაილეთიდან შეწამლითი სამუშაოები, ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიებები წაადგება ფერმერებს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მოვსპოთ ეს მავნებელი, რომელიც თხილს ანადგურებს და არა მარტო თხილს. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. მავნებლის საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაახლოებით 48,000 ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.